პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მიმდინარე წლის 2 მარტიდან უქმდება, ხოლო მისი ფუნქციები და უფლებამოსილებები სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცემა. ამას ითვალისწინებს კანონში შესული ახალი ცვლილებები, რომლის მიზანი მარეგულირებელი სისტემის რეორგანიზაცია და კონტროლის მექანიზმების ერთიან სტრუქტურაში მოქცევა. რა იცვლება მარეგულირებელი ორგანოს შეცვლით და რა გამოწვევების წინაშე დგანან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრები, თემაზე ვრცლად პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთან მარიამ კოხიძესთან ერთად ვისაუბრეთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. თავდაპირველად მაყურებლის უფრო გასაგები რომ იყოს რა ცვლილებებზეა საუბარი და შემდგომ უკვე ვისაუბროთ იმაზე, თუ რა გამოწვევების წინაშე გახართ ამ დროისთვის პერსონალურ მონაცემთა ოფიცრები. მოგესალმებით. პირველ რიგში მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მადლობა დაინტერესებისთვის და მოწვევისთვის. მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება შევიდა და განხორციელდა 2026 წლის 2 მარტიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანო იცვლება და ფუნქციები მთლიანად გადადის სახელმწიფო აუდიტის სამსახურში. რაც შეეხება სხვა სისტემურ ცვლილებას, რომელიც უკავშირდება უშუალოდ პერსონალურ მონაცემთა დაცვას ან კანონის შინაარსობრივ ცვლილებას, ამ ეტაპზე მსგავსი ტიპის ცვლილებები არ არის, არც დაანონსებული და არც განხორციელებული. შესაბამისად, 2 მარტიდან ამ პროცესს ზედამხედველობას გაუწევს და ერთიანად თავმოყრილი საზედამხედველო ფუნქციები გადადის სახელმწიფო აუდიტის. რა იცვლება პრაქტიკაში? ანუ ის რომ რეალურად აუდიტის სამსახური იქნება ამ შემთხვევაში თავი და მაკონტროლებელი ერთგვარად ამ სისტემის, ეს რას ცვლის პრაქტიკულად ჩვენთვის საქართველოს მოქალაქეებისთვის? მოგახსენებთ, პრაქტიკულად და კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ნაწილში ფაქტობრივად კომპანიებისთვის, ბიზნესისთვის და მონაცემთა დაცვის ოფიცრებისთვის არ იცვლება არაფერი, იმიტომ რომ შინაარსობრივად კანონის მოთხოვნები და ვალდებულებები ისევ რჩება ძალაში, იცვლება მხოლოდ მარეგულირებელი ორგანო და საზედამხედველო ორგანოს ფუნქციები გადავა უკვე აუდიტის სამსახურში, რომელიც ესე ვთქვათ ერთიანი მანდატით განახორციელებს უკვე 26 წლის მარტიდან კომპანიების და მონაცემთა სუბიექტების უფლებების დაცვას. თვითონ კანონმდებლობა 2024 წლიდან დღემდე 2026 წელია, ახლა უკვე მარეგულირებელი, მაკონტროლებელი იცვლება, თუმცა კანონი და ეს სისტემა 2024-დან მოქმედებს. რა პრაქტიკამ რა აჩვენა? რამდენად გამართული სისტემა გვაქვს? რამდენად სისტემაა, რომელიც ერთდროულად როგორც კერძო სექტორის, ასევე როგორც ბიზნესი, ისე საჯარო სექტორის შემთხვევაში პერსონალურ მონაცემებს დასაქმებულთა იცავს. მთლიანობაში კანონთან დაკავშირებით როგორი სურათი გვაქვს? მოგახსენებთ. განულმა პერიოდმა უკვე გვაჩვენა, რომ ჩვენი ქვეყნის ფარგლებში ბიზნესი საკმაოდ ადაპტირებული აღმოჩნდა და მეტნაკლებად გავიარეთ ის პერიოდი, რომელიც მოიცავდა კანონის ფორმალური მხარიდან ეტაპობრივად უკვე მის პრაქტიკაში დანერგვაში გადასვლას. უნდა აღინიშნოს, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რას ნიშნავს ზოგადად მონაცემების დაცვა ბიზნესისთვის. ხო, ეს არ არის მხოლოდ ვიწრო სამართლებრივი საკითხი ბიზნესის კუთხით შეიძლება ორი მნიშვნელოვანი ნაწილი გამოვყოთ. ერთი ეს არის მონაცემები, როგორც ბიზნესის კაპიტალი, მოგახსენებათ თანამედროვე ეკონომიკაში მონაცემი არის ისეთივე ძვირადღირებული კაპიტალი, როგორც შეიძლება იყოს ფინანსური რესურსი, ამიტომ ბიზნესისთვის მონაცემების დაცვა არ არის მხოლოდ კანონის მორჩილება, არამედ ეს არის ბიზნესის მდგრადობა და უსაფრთხოება და მეორე ნდობა, როგორც კონკურენტული უპირატესობა, იმდენად რამდენადაც ჩვენთვის მომხმარებლებისთვის გადამწყვეტია, რამდენად სწორად ამუშავებს და სწორად იცავს ჩვენს მონაცემებს კომპანია, შეიძლება ითქვას, რომ ეს ბიზნესისთვის არის კონკურენტული, მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობა ბაზარზე. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის მაგალითს თუ გამოვიყენებთ, შესაძლოა ეს რო არ იყოს საკმარისი იმისთვის, რომ პრაქტიკაში სრულად მომხდარიყო კანონის ყველა მოთხოვნის დანერგვა. გვაქვს მნიშვნელოვანი გამოწვევები სხვადასხვა სფეროს მიხედვით. მაგალითად რა გამოწვევები? ანუ იყო თუ არა ეს ერთგვარი საფუძველი იმისა, რომ დაუშვათ ახლა რა ფორმულებაც თქვენ ჩამოაყალიბეთ, რომ მარეგულირებელი, მაკონტროლებელი შეიცვალა. შესაძლოა ერთ-ერთი ყოფილიყო, შესაძლოა ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ გამკაცრდება ბიზნესის კუთხითაც და ზოგადად საჯარო დაწესებულებების კუთხითაც მონაცემთა დამუშავების კონტროლი, თუმცა უნდა ითქვას, ძირითადი გამოწვევა უფრო მეტად იგრძნობა აი მცირე და საშუალო ბიზნესის კუთხით. რა ტიპის გამოწვევებზე შეიძლება ვისაუბროთ, თუნდაც მცირე და საშუალო ბიზნესის შემთხვევაში? მოგახსენებთ. ძირითადად გამოწვევა არის იმ ნაწილში, რომ მონაცემთა დაცვის სტანდარტი და თუ საუბრობთ მაღალ სტანდარტ
წარწერზე მოითხოვს გარკვეული ტიპის როგორც ადამიანურ, ასევე ფინანსურ რესურსს. შესაბამისად მოგეხსენებათ თანამედროვე ტექნოლოგია ვითარდება, მაგალითისთვის რომ ავიღოთ საშუალო ბიცირე და საშუალო ბიზნესმაც დაიწყეს ხელოვნური ინტელექტის საშუალებით მონაცემების დამუშავება და ამ პროცესში მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ სწორად გადმოვიტანოთ აი ეს თანამედროვე ტექნოლოგიები პრაქტიკაში და შეუსაბამოთ მისი გამოყენება კანონის მოთხოვნას. არსებობს თუ არა პრაქტიკა, ძალიან კარგი ნაწილ შეეხეთ, არსებობს თუ არა პრაქტიკა, ან მოუმართავს თუ არა თქვენთვის რომელიმე უწყებას, ან დაუშვათ თუნდაც დასაქმებულს, რომ მისი უფლება სწორედ პერსონალური მონაცემები დაირღვა ხელოვნური ინტელექტის აი ამ სხვა პროგრამის საშუალებით. ანუ ეს პრობლემა დღეს საქართველოში რეალურად დგას თუ არა? განვითარებულ ქვეყნებში ეს არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი თუ გამოწვევა თუ პრობლემა ამ მიმართულებით და სწორედ ამას აქცევენ განსაკუთრებულ ყურადღებას, რომ ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში პერსონალური მონაცემები არ იყოს დარღვეული. რა მდგომარეობა გვაქვს ამ მხრივ საქართველოში? სწორედ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოწვევა ჩვენთან და საქართველოში მოქმედი კომპანიებისთვის, ბიზნესისთვის, სხვადასხვა სფეროსთვის, იმიტომ რომ ძირითადად დღეს თუ არ ავუწყოთ ფეხი თანამედროვე ტექნოლოგიებს, შესაძლოა ბიზნესის განვითარებას ჩამორჩეს კომპანიები, ამიტომ სწორედ მთავარი გამოწვევა არის ხელოვნური ინტელექტის სწორად გამოყენება პრაქტიკაში. ვქონი არაერთი შემთხვევა, როცა თავად მონაცემთა სუბიექტს მოუმართავს კითხვებით, თავად კომპანიებიც საკმაოდ დაინტერესებულები არიან, იმიტომ რომ ჩვენ გავიარეთ რაღაც ცნობიერების ამაღლების გარკვეული პერიოდი და კომპანიებმა უკვე იციან, რომ თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ ხელოვნური ინტელექტი გამოიყენონ პრაქტიკაში ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საფუძვლიანად განისაზღვროს ამ გზით მონაცემების დამუშავების თითოეული ეტაპი. ეხლა ხელოვნური ინტელექტს იყენებენ კომპანიები, როგორც სამედიცინო სფეროში, ისევე საფინანსო სფეროში და სხვადასხვა სფეროში, სადაც შეიძლება რომ იყოს გამოყენებული და დაინერგოს ხელოვნური ინტელექტი. არ ვსაუბრობ ეხლა მსხვილ ბიზნესზე, რომელიც კომპანიები, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე მოღვაწეობენ, მათთვის ეს არ არის სიახლე, რომ სანამ დაიწყებენ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას და ამ გზით მონაცემების დამუშავებას უნდა კონდეთ რიგი ღონისძიებები მიღებული, თუმცა მცირე ბიზნესის და საშუალო ბიზნესის ნაწილში ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ არის და კიდევ გჭირდება რაღაც გარკვეული ეტაპის გავლა, რომ კომპანიებმა გაითავისონ ეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ კონტრაქტი გავაფორმოთ კომპანიასთან და დავნერგოთ ხელოვნური ინტელექტი. მონაცემთა სუბიექტი სრულყოფილად უნდა იყოს ინფორმირებული მისი მონაცემების ამ გზით დამუშავებასთან დაკავშირებით და ჩვენს კომპანიებს და ოფიცრებს გვაქვს ვალდებულება, რომ მივიღოთ უსაფრთხოების ზომები. კი ბატონო, თვითონ როდესაც მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრების ინსტიტუტი შემოდიოდა, მაშინ ბევრი საუბრობდა, რომ რამდენად საჭირო იყო მათი არსებობა რეალურად, რამდენად გამოიყენებდა მათ მიერ მოპოვებულ ინფორმაციას ან მათ საქმიანობას, რამდენად ექნებოდა ეფექტი ბიზნესისთვის. ხომ არ იქნებოდა ეს ბიზნესთვის დამატებითი ტვირთი, წნეხი, იმიტომ რომ ყველაფერს თავი დავნებოთ, ხარჯი იყო გადასახდელი, თუ შეუთავსებდნენ პირობითად არსებულ ადამიანურ რესურსების მართვის მენეჯერებს ამ ფუნქციასაც. ანუ პრაქტიკაში ეს როგორ მივიღეთ და ამ ნაწილში დაუშვათ თავად პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრები დღეს რამდენად სრულფასოვნად ასრულებენ საკუთარ საქმიანობას? მოგახსენებთ საკმაოდ საინტერესო და აქტუალურ საკითხს შეეხეთ. როდესაც კანონში განხორციელდა ცვლილება და ჩვენი ქვეყნისთვის ახალი ინსტიტუტი შემოვიდა, ეს არის მონაცემთა დაცვის ოფიცრის ინსტიტუტი, ჩამოყალიბდა გარკვეული ტიპის დაწესებულებებმა გადაწყვიტეს, რომ შესაძლებელი იყო ოფიცრის ფუნქცია ფორმალურად შეეთავსებინათ სხვადასხვა ტიპის თანამშრომლებისთვის და ძირითად შემთხვევაში თქვენ სწორად აღნიშნეთ, ეს იყო სწორედ ადამიანური რესურსების მიმართულების თანამშრომლები, თუმცა ეს თავიდანვე არასწორი პრაქტიკა იყო, იმიტომ რომ კანონი ამბობს, რომ მონაცემთა დაცვის ოფიცერი უნდა იყოს დამოუკიდებელი და ის პირდაპირ უნდა ექვემდებარებოდეს ყველაზე მაღალი რანგის თანამდებობის პირს კომპანიაში. ის უნდა იყოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების და რეკომენდაციების გაცემის ნაწილში. შესაბამისად, სწორედ აი აქ უკვე ჩანს, რამდენად არასერიოზულად უყურებს კომპანია მონაცემთა დაცვის სტანდარტს და რამდენად მხოლოდ ფორმალურად ცდილობს მის დაკმაყოფილებას. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თუ საწყის პროცესშივე არ მოხდა მონაცემთა დაცვის ოფიცრის ჩართულობა და შესაბამისი სწორი რეკომენდაციების გაცემა, შესაძლოა უკვე დანერგილ პროცესში აღმოჩნდეთ იმ რეალობის წინაშე, რომ ვარღვევთ კანონმდებლობის მოთხოვნას და დადგეს რისკი სანქციის დაკისრების, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ მიუხედავად თუ პარალელს გავავლებთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით, ჩვენი კანონმდებლობის თანახმად ფინანსური სანქცია მსხვილი ბიზნესისთვის შესაძლოა არ იყოს იმდენად დიდი, რომ ეს მისთვის ესე ვთქვათ შემაშინებელი აღმოჩნდეს, თუმცა ეს არ არის მხოლოდ ფინანსური სანქცია, ეს არის რეპუტაციული ზიანი და რისკი, რომ კომპანიამ შესაძლოა დაკარგოთ მომხმარებლების ნდობა. კი ბატონო, და ჩვენი საუბრის ბოლოს, ის რომ ახალი
მაკონტროლებელი და მარეგულებელი მეყოლება ამ იმართულებას უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვი. ეს ჩვენთვის თქვენ კი ახსენეთ რომ არაფერს არ ცვლისო, მაგრამ თქვენთვის რას ცვლის ამ შემთხვევაში და რატომ ახსენეთ ფრაზა გამკაცრე, შესაძლო გამკაცრება, ანუ ამ იმართულებით რაღაც გარკვეული მოლოდინები გაქვთ? მოგახსენებთ სახელმწიფო აუდიტის სამსახური, როგორც იცით, წარმოადგენს მაკონტროლებელ ორგანოს და მისი მანდატი ამ კუთხით წლებია ვრცელდება და გვაქვს კანონმდებლობაში, ამიტომ ფიქრობ და მოლოდინი მაქვს, რომ მონაცემთა ოფიცრებს გვაქვს მოლოდინი, რომ ამ საზედამხედველო ფუნქციის მათთან გადასვლამ შესაძლოა კიდევ უფრო გაამკაცროს მიდგომა ამ კუთხით და შესაბამისად ეს შესაძლოა იყოს კომპანიებისთვის უკვე იმის მანიშნებელი, რომ უფრო პასუხისმგებლობით მოეკიდნენ ამ პროცესს და დაიწყონ თუ უკვე არ დაუწყიათ სტანდარტების დანერგვა. რაიმე ტიპის შეხვედრა იყო თუ არა უკვე აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელობა? ამ ეტაპზე ჯერჯერობით არ ყოფილა, გარდამავალ პერიოდს გადის მარეგულირებელი ორგანო, შესაბამისად ველოდებით, რომ ოფიცრებთანაც იქნება მსგავსი ტიპის საინფორმაციო შეხვედრები. ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ. ნახოთ როგორი მოერგებით ოფიცრები ამ ახალ რეალობას. მარიამ გოხიძე იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.